თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი მიმდინარეობს. ღონისძიება აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას იუბილეს ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ 23 ნოემბერს გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის დაბადებიდან 135 წელი შესრულდა. ღონისძიება დღეს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა. დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 ნოემბერს გაიხსნა. დასკვნითი ღონისძიება კი 27 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. დღეს ძალიან განსაკუთრებული დღეა იმ თვალსაზრისით, რომ მთელი დღე იმუშავებს ორი სექცია და აქ მოხსენებებს წარმოადგენენ ახალგაზრდა მკვლევარები და სტუდენტები. რაც თვალსაჩინო დადასტურება იმისა, რომ ბატონი გიორგის საქმე გრძელდება და მინდა გითხრათ საკმაოდ წარმატებითაც. ძალიან საინტერესო მოხსენებები გველის დღეს. ეს არის ის ხალხი, ვინც ჩვენი სკოლის საქმიანობა უნდა გააგრძელოს. ისინი არიან კარგი უკვე ჩამოყალიბებული ემპირიული მკვლევარები და ძალიან საინტერესო თეორიული მიგნებებიც გააჩნიათ ამ ეტაპზე. და ესეც მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ სიმპოზიუმის თანაორგანიზატორები გახლავთ რამდენიმე ინსტიტუცია. პირველ ყოვლისა ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კერძოდ ორი ერთეული ამ უნივერსიტეტის, ერთი გახლავთ ეთნოლოგია ანთროპოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი და მეორე აი დღესაც ვიმყოფებით, ეს არის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. ამასთან ერთად ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაა თანამონაწილე და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაცია. ჩვენ გვინდოდა პატივი მიგვეგო ბატონი გიორგის ხსოვნისთვის, საშუალება მიგვეცა ახალგაზრდებისთვის და ასევე უკვე ჩამოყალიბებული დასავლური მკვლევარებისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევკრებილიყავით, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი მიმდინარე მიღწევები, მიგნებები და აი ეს თემები, რაზეც ვმუშაობთ და ასევე დაგვესახა სამომავლო პერსპექტივები. ერთი სესია ხვალინდელ დღეს არის ონლაინ სესია, რომელიც სწორედ ამ საერთაშორისო ხარეს მოიცავს. ეს იქნება ჩვენი კოლეგების მონაწილეობით სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა ინსტიტუციებიდან და ვიმსჯელებთ ეთნოლოგიური, ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდოლოგიის წინაშე მდგომი აი თანამედროვე გამოწვევების თაობაზე. 135 წელი შესრულდა დიდი ქართველი ეთნოლოგის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან. ეს იყო პიროვნება, რომელმაც ძალიან რთული ცხოვრების განვლო და იყო საზოგადო მოღვაწე, იყო დიდი მეცნიერი, იყო ერთ-ერთი საფუძვლის ჩამკრელი ქართული უნივერსიტეტისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ბატონი ივანეს რჩეული იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მიიწვია და მას დაავალა, რომ ქართული ეთნოლოგიის სკოლა სამეცნიერო ღირსებებით აღიჭურვა და სკოლა შეექმნა და მან ეს ამ დიდმა პიროვნებამ ეს შეძლო. მისი მოწაფეები და მოწაფეები ჩემი თაობის ადამიანები დღეს იკრიბებიან იმისათვის, რომ აი ამ სიმპოზიუმზე კიდევ ერთხელ პატივი მიაგონ თავიანთი მოხსენებებით, თავიანთი მოგონებებით, თავიანთი კტემამოსილი დამოკიდებულებითა და თავისი დიდი აღფრთოვანებით ამ პიროვნების მიმართ მის ხსოვნას. ლიტერატურული ესეების კონკურსი წიგნიერი 2025 იწყება. ამ დროისთვის მასში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ახორციელებს. კონკურსი განკუთვნილია მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის. მონაწილეობის მსურველებმა უნდა წაიკითხონ ქალაქი და ძაღლები, სიზმრების სამინისტრო და ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი. ამ ნაწარმოებების მიხედვით შერჩეული საკონკურსო ესეს სათაური კონკურსის ჩატარების დღეს გამოცხადდება. კონკურსანტებს ესეს დასაწერად 4 საათი ექნებათ. ნამუშევრებს კი საკონკურსო კომისია ჩაიბარებს. გამარჯვებულები დეკემბრის ბოლოს გამოვლინდებიან. ლიტერატურული კონკურსი ეს არის უფროს კლასელთათვის განკუთვნილი, სადაც მიზნები არის შემდეგი, რომ ბავშვებმა კლასგარეშე ლიტერატურის, ასე ვთქვათ, კითხვა და გაგება ისწავლონ. გაიწაფონ და გავარჯიშდნენ ამ ამბავში. რა თქმა უნდა, ეს სასკოლო პროგრამაში არ არის ეს ნაწარმოებები ამ წერლებისა, ვინც წელს არის გამოტანილი, გულისხმობ 20-25-ის კონკურსს. აქ არის კადარეს, ლიოსას და ბოლქვაძის ნაწარმოებები და ბავშვებმა უნდა დაწერონ,
აჩვენონ, როგორ გაიგეს ეს ნაწარმოები. ეს ძალიან კარგია, ეს ხელს უწყობს მათ, ასე ვთქვათ, ინტელექტუალურ და გონებრივ განვითარებას. კონკურსი თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში ჩატარდება. ჟიურის მიერ გამოვლენილი 3 საუკეთესო ესეს ავტორის სპეციალური პრიზითა და საჩუქრებით დაჯილდოვდება. შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული კონკურსი სახელწოდებით წიგნიერი წელს მე-10-ად ჩატარდება. მასში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება კი 7 დეკემბრამდე გაგრძელდება. პროექტი წიგნიერი მე-10-ად ტარდება ბიბლიოთეკაში. წელს ასე ვთქვათ, საიუბილეო წელი გვაქვს. ეს პროექტი მოიცავს წიგნიერების განვითარებას ბავშვებში. მონაწილეობას იღებენ მე-10, მე-11 კლასელი ბავშვები. წინ ვაცხადებთ წიგნების სათაურებს, რომლებიც უნდა წაიკითხონ და ამის მიხედვით მე უცხადებთ თემას და უნდა დაწერონ ესე. საქართველოს მასშტაბი, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, თელავი იღებენ მონაწილეობას, იქვე რეგისტრირდებიან, იქვე წერენ ბიბლიოთეკებში და შემდეგ გვიგზავნიან ჩვენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები თბილისში ჟური ასწორებს ამ ნაწერებს და გამოავლენს 3 გამარჯვებულს. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები ფინეთში იმყოფებიან. გალობის უნივერსიტეტის დაფინანსებით საპილოტე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტები აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა უკვე გამართეს. ასევე დაესწრნენ ლექციებს. გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მასტერკლასი გამართეს. მასპინძლებს ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების ნიმუშები გააცნეს. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოდან 16 ნოემბერს გაემგზავრნენ. მათი ვიზიტი ფინეთში დღეს დასრულდება. ფონდი ქართული გალობისა და გალობის უნივერსიტეტის წყალობით მე და თეკლა კობლაშვილმა ერთი კვირის მანძილზე შევძელით ჩამოსულიყავით ფინეთში, აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტში, რომელიც მდებარეობს იუენსუში. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევძელით გვესწავლებინა ფინელი სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის და სემინარის ხელმძღვანელებისთვის ქართული ხალხური სიმღერა და ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ფონდ ქართულ გალობასა და გალობის უნივერსიტეტს.